娘2人が日本人と結婚すると想像できましたか？ ვერანაირად ვერ დაუშვებდი მაგას ჩემს კუნებაში. ბევრს მაგალითად უკითხავს, რომ აი როგორ გაატანე უცხოელს. 日本人と結婚して私たち娘たちの性格変わったか？娘夫婦が喧嘩しているのを見たことある？日本人の旦那と暮らしていてジョージアの男性と何か違うところを感じました。ママも日本人と結婚してみたいと思いますか？ナノはママの16歳時の娘で子供というか姉妹みたいな関係です。そんなナノが結婚すると違い思いありましたか？ მარტო ხანდახან მიფიქრია ხოლმე რომ კაცო ჩემი შვილია, ვიცი რომ ჩემი შვილი არა და აი ესე მგონია რომ შენ შვილთან ყველაზე უფრო სხვანაირი ურთიერთობა იქნება. იმიტომ რომ ახალი შვილი აღანჯოს. ხო. 違うな、こんにちは皆さん、テリチャンネルのテリです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、久しぶりにママと一緒にインタビューのビデオを撮りたいと思います。ひなたはうちに何をやっているんだろう。前私の旦那さんは母さんと一緒に私は日本人と結婚している。そして私の旦那さんと17歳のエイジガップがあって、それについてインタビューをしました。でもそれから2年経ってママは日本に行くこともできました。そしてナノも日本人と結婚しました。だから今ママはどう思っているのかもう一度聞いていきましょう。そして今日はママは仕事から休みなのでママの好きな料理を作って食べながらインタビューをしていきたいと思います。では始まります。今日作るのはこのシチューになります。私はシチューを作っているときいつもシチューのベースも自分で作っている。でも今回はめちゃくちゃ久しぶりにこれで作りますね。でもこれを使う前にまずはちょっと野菜を切ります。バター、バタバタバタ。次はチキン、そして塩、玉ねぎ、お野菜。バターがめっちゃ美味しそうな匂いします。私は寿司じゃなくてやっぱり寿司が美味しい。私はいつもシチューをルーなしで作るときいろんなミルクとか小麦粉、クリームチーズいるからちょっと難しいんですけど、でもこうやってルーがあるとそんないっぱいものを入れなくてもいいからめっちゃ楽ですこれはルーのレシピでは書いてないんですけど、私はちょっと隠し味を足しますね。白ワイン。まずはこのアルコールを飛ぶのを待ちます。じゃあアルコールが飛んだんで、今は小麦粉を入れますね。よし。本当にカレーとシチューは最後は全然違うんですけど、途中は似てるね、作り方。水足します。よいしょー。はい。私はシチューの中にブロッコリーの入れるのが大好きです。はい、シチューをボイルしました。そして今から中にルーを溶かしていこう。よいしょ。はい、そんな匂いしてる。よっしゃ、いい色になりましたね。あとミルクも混ぜながら足して、なんかすごいこのルーで作るのは本当に久しぶりんですけど、なんか甘い匂いしてる。こんな感じだったっけ？ちょっと覚えてないな。すみません皆さんブロッコリー忘れた。このブロッコリーも入れて5分茹でます。はい、5分も経ちました。もっとクリーミーになってるみたいですね。ちょっと味見しますね。そしてもし何か足りなかったら足します。美味しい。でも私にとってちょっと酸っぱいのがいるかもな普通に私はシチューを食べるときいつもレモン入れているから、これをサラで移すときちょっとだけレモン入れたら多分完璧になると思います。
美味しそうなシチューができました。そして今から食べましょう。გახსოვს მე შიჩუს როგორ ვაკეთებ ხოლმე? მე დაახლოებით. ანუ ზოგადად ბაზა რაც არის ეს თეთრი, მე თვითონ ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს, მაგრამ დღეს გავაკეთე თვითონ იაპონური, აი კარესავით ის ბაზები რო იყიდება ხოლმე. მაგით კი, გავაკეთე. იმიტომ აქ უცნაური სუნი, უცნაური რა, კარგი რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა განსხვავდება და სტრუქტურა სხვა. კი, იმიტომ რომ რძით რო ვაკეთებ ხოლმე ცოტა იჭრებასავით და მაშინ ძიან არის? აქვს რძეცა. ძალიან კარგი სუნი აქვს, აბა გავსინჯოთ. მოიცაჯერი ტატაკიმა. დედას დიდი ხანია არ გადაუღია ვიდეო ჩვენთან ერთად და გაამწყბაწეს. იტადაკიმას. ნელა ქენით ძალიან ცხელია. აუ, რა კარგია. ია. პირველი ჩვენი ჭამის ვიდეო სურს რომ ის იყო შიჩუ იყო. კი, კი. თან ძალიან შიოდა და ორმაგად გემრიელია კიდე. დღეს მოკლედ ახლა ცოტა კიდე შეჭამე შეირთმე და რაღაცა კითხვები მინდა დაგისვა. და გთხოვთ გამეცი პასუხი. ლიმონი ხო ხდება აშკარად ძალიან გემრიელია, ძალიან. უბრალოდ წიწაკა რომ მქონდეს დამამატებდი. შემთხვევით მარტო. შიჯუ არ ხარეს არავინ არ ჭამს შიჯუ. მართლა შივა და მართლა მე კიდე უფრო მეტად მეგემრიელება ვიდრე არის. ამ ბოლო დროს სამსახურში რას შვები ისე? ზაფხულში პირიქით არ იყო, ხალხი არ იყო გასული იყო და ეხლა უფრო არ დავერთვა. თავიდან ორი კვირა და ის იყო ზაფხულის პერიოდში რობინდოდა დასვენება ხოლმე. თან კარგია ტონუსში ვარ, რომ მუშაობ რაღაცნაირად ვარ, სულთქა რაღაცა ცოცხალი ვარ. ხო და თან კიდე ძალიან დამღლელი იმდენი 1500 ადამიანი შემოდის, რომ აი ზოგი ისეთია რაც არ უნდა კარგად მოექცე, ვერ გააგებინა. შეფერილი გიყურებს. ხო, ზოგი აი კარგია, უფრო მეტი კარგები, იმიტომ რომ მე ასე ვფიქრობ, რომ მე თვითონაც აი ყველა აღნიშნავს მაგას, რომ თვითონ მე ეგეთი ტიპაჟი ვარ, თვითონ მეც რომ უნდოდეს ცუდად ყოფილ ადამიანს ვერ იქნება, გინდა არ გინდა. ეხლა იაპონიაში ამდენი რამე გაქვს ნანახი და იაპონურ კულტურის დანერგვას თუ ცდილობს უზარმაში. აი ხიმილი მომხმარებელთან სულ. ხო, მანამდეც ხო იცი რომ ეგრე ვიყავი, მაგრამ უფრო მეტად გამიჩნდა რა თქმა უნდა მაგის სული. Jaimaからママにインタビューをしていきたいと思います。 დედა are you nervous? 私は2022年の4月に結婚しました。そこから3年半経ちましたね。ナノはもうちょっとで結婚して、もうそろそろ2年経ちますよね。はい。娘2人が日本人と結婚すると想像できましたか？ ვერანაირად ვერ დავუშვებდი მაგას ჩემს გონებაში, იმიტომ რომ რაღაცა ბაში სხვანაირი ის ვიყავი რაღაცა არ გინდა თუ არა უნდა მყოლო და რავი რატო არ ვიცი ქართველი სიტყვები და დიდი ხანია ეს აზროვნება შემეცვალა. არ ვიცი, ვერ წარმოვიდგენდი თუ მეყოლებოდა უცხოელი სიტყვები. არც დაუშვია. თან ერთი კი არა, ორი. თან ორი ხო. ナノの結婚相手は日本人と聞いて何か思ったことありましたか？ ისე უცბად მოხდა ყველაფერი რომ ეს გავიასრებდი. ხო, რა თქმა უნდა დადებითი შეხედულება მქონა მაგაზეც თავიდანვე. სხვანაირად ფიქრობდა, ანუ ალბათ იმ წარსული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე და საერთოდ მეგონა რომ არ გათხოვდებოდა. ადამიანს გათხოვება უფრო გაუკვირდა ჩემი ვიდრე იაპონელზე ანუ გათხოვდა. ეგ უნდა მეთქვა ახლა რომ რეალურად გამეკვირდა ის რომ გათხოვდა. რა კარგია რომ მე კიდე ეს ზედა რომაცია და დანერჩები გავიოპლე. ასე გასხავს ყველაფერი. მაშინვე გამეფიქრა გინდათ სერიზე და მე მით უმეტეს შენზე რომ სხვანაირი კულტურის ქვეყანა ვარ, ცოტა რაღაცები მიუღებელია ჩვენთვის ჯერ კიდევ ზოგიერთებისთვის, მაგრამ ჩემ სანათესაოში მაგის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ აი სანაცნობოში, აი ვინ როგორ მიიღებდა, რა მოხდებოდა, როგორ იქნებოდა, ახლაც კი აი რაღაცა კუხივით ვარ ესე რომ ვცდილობ რომ რაღაცაში დავიცვა, რაც მე შემიძლია მოკლედ. მოიცა დავიმატებ და მოვა. მეც დამიმატება. ბევრს მაგალითად უკითხავს, რომ აი როგორ გაატანე უცხოელს, ორს აქვს ნათქვამი, რომ ეხლა შენო ქართველი შვილიშვილიც ყავსო და იაპონელის რომელი უფრო გიყვარს, აი მაპატიეთ, მაგრამ ახლაც ვერ ვიკავებ ნერვებს, აი მინდა რომ ესე შემოულაწუნო მაგის თქმას, ანუ ასეთი დებილური კითხვა. ხო, რატო უნდა დაგებადოს? მახსენდება ის და აი მინდა რომ გავჩვე ჩვენი ადამიანი, ამას ვაღიარებ და გამკეთებელი ვარ ამის, თუ კიდე ვინმე მეტყვის. გამშვიდი ოჩიტი. აი ასე.デダだとしょちゃんやらすならね。ナノはママの16歳時の娘で、子供というか姉妹みたいな関係です。そんなナノが結婚するとき、他の2人の娘が
結婚する時と何か違い思いありましたか？ მარტო ხანდახან მიფიქრია ხოლმე რომ კაცო ჩემი შვილია რა ვიცი რომ ჩემი შვილია რა და მართლა რაღაცა მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა კიდე ვიდრე დედაშვილური მე ის რომ უფრო მეტი ხანი ვიყავით ერთმანეთთან ამდენი წელი და მით უმეტეს ბოლოს გათხოვდა ეს და ცოტა რაღაცა გამიჭირდა თითქო ანუ რაღაცა გამიჭირდა კი როგორ და შიშიც გამიჩნდა რომ აი როგორ იქნება სად იქნება მარტო მომიწევდა თუ არა ცხოვრება ამანერვიულა ამ ყველაფერმა იეჭვიან დედას ეგონა რომ ჩემი ერთადერთი სიყვარული მარტო დედა იქნებოდა ანუ მაგ ხევი არა ვისაც ისთანაც სუნთელი ცხოვრება ვიცხოვრები და ზუსტად ვიცი რაღაცა ეჭვია და მის მომენტი დავიჭირე თავის 私たち旦那とひなたナノの旦那そしてママでトータルで6人で過ごしていますけど日本人の旦那と暮らしていてジョージアの男性と何か違うところを感じましたか？ რატომღაც მგონია რომ ქართველი სიძეები რომ ყოლებოდა ერთად ვერ ვიცხოვრებდით ასე მგონია რაცაც ამათ უყურება იგივე სახლის საქმე იგივე ბავშვის მოვლა ძალიან კარგი რაღაცა არის და მინდა რომ აქაც ეგ მაგალითი გადმოიღონ და უფრო მეტი იყოს ესეთი ოჯახის კაცი და მეტად უდგეს თავის ოჯახს გვერდით თუნდაც იმ ელემენტარულ საქმის შემსუბუქებაში როგორც ესენი არიან და ბევრი ძალიან კარგი ბევრი თვისებები აქვს რომელთაც მე კიდე მიყვარდნენ აქამდე ესე ერი რაც გამიგია იმის შესახებ და ამათ თანაცხოვრებაში რო ვარ უკვე აი რამდენად აფასებენ თითოეულ წვრილვანს აი მე გაოცებული ვარ და 日本人と結婚して私たち娘たちの性格変わったか？ დავიწყები იქიდან რომ თავიდანვე სხვანაირი ბავშვები ვიყავით არ იყავით რთულად გასაზრდელები მომდამყოლებიც იყავით მაგრამ ჰქონდათ ხოლმე ჯიუტი თვისებებიც ხოლმე და ვფიქრობ რომ თქვენმა ქმრებმა თქვენში მოახდინეს მნიშვნელოვანი გარდატეხა იმიტომ რომ სხვანაირი აზროვნება ჩამოგიყალიბდათ უფრო მიზანდასახულები გახდით უფრო მომთმენები გახდით მიუხედავად იმისა რომ ვაკონკრეტებ რომ კარგები იყავით ბევრად შეიცვალა მაინც თქვენში ყველაფერი კარგისკენ რა თქმა უნდა ხო 娘の旦那たちにジョージア料理作ったことある？ კი რა თქმა უნდა მათი საყვარელი შეკვეთებს იღებს ხოლმე მინას და ძალიან ხშირად და მოსწონდა სულ ამბობენ იმას რომ რესტორანში გაკეთებული საჭმელებს ბევრად ჯობია ჩემი გაკეთებული საჭმელი და მე რა თქმა უნდა ახლა ეხლა შენ თუ ძალიან გიყვარს შენი სიძეები რომელი ქართული საჭმელები უყვართ თქვი რომელი უყვარს და რა თქმა უნდა შქმერული აჭარული ხაჭაპური ხინკალი და ხაშლამა ჩაშუშვილი 私たちの旦那と私たちもママが作っているヒンカリが一番大好きです。日本人2人と暮らしていて一番びっくりしたことは何ですか？ პირველი ის რომ ყველაზე მეტად რამაც გამოუწვარია ძალიან მშვიდები და წყნარები არ არის ახალია და პირველი რაც არის რომ არ გიყურებენ ხელებში რას გააკეთებ როდის აიღებ და უშუალოდ ამ თეებს როდის გარიცხავან როდის გააკეთებ საჭმელს თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთში შეთანხმებულები ვართ მაგრამ ეს მართლა მაუწევს რომ არ გაწუხებენ არანაირად გასაოცებელია აი დაღლილი რბაზიდან რომ მოდის ხოლმე დაღლილი და თუ დედაც მუშაობს სახლში საჭმელი არ არის არაფერი არ არსებობს რამე იკითხოს ყველა და თვითონ გააკეთებს და დაჟე იქით მაჭმელს ხოლმე არ გაწუხებენ რა თავისი არსებობით არ გაწუხებენ ადამიანები ごちそうさまでした。そして今から続きますね。娘夫婦が喧嘩しているのを見たことある？ თქვენი კამათი მართლა არ მაქვს და არ შევწები ვარ თქვენს კამათს და აი ამათ კამათს შევწები რომ ის ცოტა ისე ბობოქარი ხასიათის არის და ნამს დასასჭირდება ხოლმე ეკი もし私たち2組とも日本で住むってなったら寂しいか？ママ。 ძალიან ცუდად ვიქნები და დაველოდები იმ მომენტს როცა მე ჩამოვალ ან თქვენ ჩამოვალ არ ვფიქრობ მაგაზე მინდა გითხრათ და ნუ დავსტრესავ 大体います。ママも日本人と結婚してみたいと思いますか？გუთაგიფტკი ვატაჩამაჭირა პენა. რა ვიცი, საერთოდ არ მიფიქრე, მინდა გითხრა, არა თუ იაპონეზე საერთოდ გათხოვება, მაგრამ რა ვიცი, ენა რო ვიცოდი, შეიძლება დავფიქრებულიყავი მაგ საკითხს. იცი რა, მაგ საკითხს რო ენა არ სჭირდება თუ ის. მე იმას ვიძახი, რომ ანუ თანაცხოვრების პერიოდში მაგას ისწავლი მაგალითად, მაგრამ თავიდან სულ არ ჭირდება. მეტი არა, ჩემი მდერი ქართული არ დამავიწყდეს და
არა გააგიჟებს იაპონელებს გამოყრიად იქიდან არა ერთი იაპონელი მაინც რო ესეთი რაღაცა როგორ არა ახლა შეეთი ყველგანარი გამორეული მაგრამ ისინი მაინც ბუნებრივად იმდენად წყნარები არიან სულ რო იგი იყოს რა სიწყნარე მაინც უყვართ ასე თუ ისე და ანუ აი მეც მიყვარს რატო გონიათ რომ ამ 7 იაპონელებს გაუშვეს ნერვოზი და არ ლაპარაკი გიყვარს შენ ლაპარაკი არა ბენა მაგდო ლაპარაკობ ნანოს თუ აგრამე შეკითხვა დედასთან აი შვილიშვილებში რომელიც პრობლემას არა იმე შვილიშვილებში მაგალითად ახლა ერთ სუფთა ქართული სისხლი აქვს მართა და ერთი არის იაპონელის და ქართველის და კულტურიდან გამომდინარე რამე ცვლილებას თუ ამჩნევ შენ აი მაგალითად შენი შვილიშვილი იაპონელი როა ამას ამიტომ აკეთებს ასე ჰინატა იმდენად ადამიანია პატარა ადამიანია ერთ სიტყვი ესმის ანუ დაუკითხავად არ აკეთებ აი ნუა და ჰინატა დააყენო ერთად აბსოლუტურად სხვა არა მე ეგეთი ჩემზე თუ წარმოიდგენ ხოლმე აი თუ გინდა ჩემგანაც შვილიშვილი ეგ გინდა რა კითხვა არ გახსნა კიდე ბოლოდინი თუ გაქვს რომ აი ჩემი შვილი მაგალითად როგორი იქნება როგორი ურთიერთობა გექნება აი ესე მგონია რომ შენ შვილთან ყველაზე უფრო სხვანაირი ურთიერთობა იქნება იმიტომ რომ ახლა ჩემი შვილი გადატანჯოს ხო ჩერა გამჩნია პირველი შვილი რო ხარ შენგან უფრო მეტად ელოდა დედა და კიდევ ელოდება და რაღაც ქენი ახლა მეც ველოდები რა მეხარ აუ შენი ორსრობის ვიდეო ნახე თვითონ რა საყოველთაო დამგვარებული თვარესავი 20 კილო ქონდა მომატებული ახლა წარმოიდგინეということで私たちの質問終わりましたママは全ての質問を答えましたね多分私たち以外に2人姉妹が日本人と結婚しているのは誰もいないと思いますね韓国人と結婚している2人姉妹は知ってるんですけど日本人は聞いたこともない多分言ったら絶対に私たちも聞くと思いますもし私たちは2人姉妹で日本人と結婚していることはジョージアのメディアが見つけたら絶対に多分テレビ番組でも We will get invitation でも私たちはジョージアで全然人気にはなりたくないので全然興味ないですგინდა ძალიან მოზრავი ადამიანია რა კი ვერჩეთ თეიბრა რაღაცა ზე ხარო ლაპარაკობდე ხო ვიცი ეს დამთავრებითではということで今日のビデオはここまでです最後まで見てくれてありがとう次のビデオでお会いしましょう待ってねそんなナノが結婚している時日本人の旦那と日向外国人だけど私たちは全然カールギーめっちゃもうちょっと戦いそう